გაგვემარჯოს ჩვენ ყველას, ვისაც lier გვყავს ლიტერატურა და თამაში ჭვავის ყანაში გვერდი მეშვიდე. ალბათ ერთი ყველაზე დიდი უბედურება იდეოლოგისა ის არის, რომ იგი ენას ცვლის და ენასთან ენის საშუალებით წარმოდგენებს აკონტროლებს. და ეს წარმოდგენები ძირითადად სრულად ხატობრივია. კონკრეტული სიტყვის გაგებისას მხოლოდ ხედველობითი ხატებით ჩდება და არა გრძნობად მეტაფორული. მგონი ლარს ფონ ტრიერმა თქვა ყველაზე დიდი ბოროტება ამ ქვეყნად ვიზუალური სახეებიაო და მგონი მივხვდი რას გულისხმობდა მაგალითად სიტყვა მეძავზე ყველას წარმოუდგება სურათები, რომლებიც მხოლოდ ზის ხს იწვევს და ეს სურათები მხოლოდ ხორციელი სურათებია, ხო და არა მეტაფორული სახეები. და მეძავ მხოლოდ ამ სურათებთანაა დაკავშირებული, მაგრამ არავინ ფიქრობს შეეშვას ამ სურათებს და განცდას არს ადამიანს შეეხოს. რადგან აქაც იდეოლოგიამ გასაქანი მოგისპოს, იგივე გამოაცხადა რელიგია ყველაზე ძველი და ბუნებრივი ფორმა ფსიქოლოგიური თვითანალიზის და ფილოსოფიისა, რომლის სივრცეშიც გრძნობად ემოციური ხატები იქმნება. მაგალითად ქრისტე მეძავი და მის ჩასაქოლად მისული ხალხი, ვინც უცოდველია იმან ესროლოს ქვა. ეს ხატი ადამიანთა გულებს აღარ სწუდება, რადგან მათი გონება 1000 გვარი უხამსი სურათითაა გამოტენილი, რომელზეც წამიერი რეაქცია აქვთ და რომლის მიღმა არაფერს ეძებენ, აანალიზებენ ან აკავშირებენ. ბოდიში ფანჯარას მივხურო. მაგალითად არის ესეთი ფილმი 90-იანებში გადაღებული, მარიონ კოტიარი თამაშობს ახალგაზრდა ძალიან სატელევიზიო ფილმი და ქვია ქლოე. მე მგონი ამ ბოლო დროს ფილმები ოკეი რუსეთებს ხოლმე სხვაგან არსად. და მთელი ფილმი ეძღვნება ახალგაზრდა გოგონას, რომელიც 15 თუ 16 წლისა გარბის თავისი მშობლიური ქალაქიდან აღდგინებული ამ რაღაც თავისუფლების იდეებით, ხო, კონფლიქტით, იმით რომ გაიქცეს ყოფას და იპოვოს რაღაც სხვა ამაღლებული და როგორც ხდება ხოლმე აღმოჩნდება სუტენიორის კლანჭებში. და მთელი ფილმი პრაქტიკულად იმას გაჩვენებს, თუ რას ნიშნავს იყო მეძავი, ხო? იყო მეძავი არ ნიშნავს მხოლოდ იმ გარეგნულ სურათებს და სქესობრივ აქტს და რა ვიცი, ბევრი მამაკაცი და რაღაცა თქვა, სეირის ყურება, ხო, რფურა საზისღარია და რაღაცა. იყო მეძავი უპირველეს ყოვლისა ნიშნავს, რომ სული გაგიტახო, ღირსება და გაკარგვინონ ისა, რომ ვერასოდეს ფეხზე ვეღარ წამოდგე, გეზიზღებოდეს საკუთარი თავი, გძულდეს საკუთარი თავი და ამიტომ გძულდეს მთელი სამყარო. ამიტომ არის მეძაობა ყველაზე საშინელი რამე და არ არის მხოლოდ კონკრეტულად ამ როგორ ვთქვა, ამ პროფესიის ხალხისთვის დამახასიათებელი, არამედ შეიძლება პროფესიით მეძავი არ იყო, მაგრამ სულით მეძავი იყო. და ყველაზე საშინელი რაც არის ის, რომ ღირსებას კარგავს ადამიანს, საერთოდ იმის განცდას კარგავს, რომ ჩემში რაღაცა კარგი არის. ვიღაცას შეიძლება ვუყვარდე, ხო? და ამით ტყდება სული, როცა ადამიანს აღარ სჯერა, რომ მასში რაღაც კარგია და არ სჯერა, რომ ვინმე შეიყვარებს, სული ტყდება, ადამიანი კარგავს ყველანაირ ბირთვს, საზრის, ნებისყოფას, უნარს, შთაგონებას, შესაძლებლობას, რომ ოდესმე წუმპეტან ამოვა. და ამ ფილმში ძალიან კარგად ააკიდეთ ის ფსიქოლოგია, სუტენიორები როგორ აბავენ მეძავებს და როგორ ნელ-ნელა უმტვრევენ სულს და როგორ ნელ-ნელა შეყავთ ამ წუმპაში. და რაღაც მომენტში იმას გავს ხო, ოჯახოს მიერ მარგოს გაუპატიურებას იქაცხო ხელფეხს ნელ-ნელა უმტვრევს და ასე უმტვრევს სულს ეს სუტენიორი, რომელსაც ძალიან ზუსტად გათვლილი ნაბიჯები აქვს, როგორ უნდა შეაბას ეს გოგო. სადგურში მარტო დარჩენილთან მიდის და საზღვათა შორისოდ ეუბნება, რომ ხوارგინად დაგეხმარო და როცა გოგო უნდობლობას გამოხატავს, შორდება და შორი ახლო ტრიალებს, იმიტომ რომ იცის, რომ ძალიან მარე სასწორკვეთილებისგან სხვა გზა არ დარჩება და მას თავს დახმარებას. როცა ასე მოხდება, სახლში მიყავს და ახლოს, არანაირი მას არ გამოხატავს, საოცრად galantური და რაინდის როლს თამაშობს, ხო, თიც არ აკარებს, ყველაფრით ეხმარება. რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს მე ის შედეგი მოსდევს, რომ იმიტომ რომ იცის, რომ ძალიან მალე გოგო ჩათვლის, რომ ეს მისი მხსნელია და შეუყვარდება, ხო, იმიტომ რომ 15-16 წლის გამოუცდელი გოგოა და წარმოდგენა არ აქვს იმაზე თუ რა არის სიყვარული. ესეც ხდება, შემდეგ როდესაც საკმარისად იმას ამს რა ქვია, არა, მე მგონი მანამდე კიდე რაღაც მომენტებია, ზუსტად აღარ მახსოვს,
როცა საკმარისად ასე ვთქვათ მიიჩვევს თუ რა ვიცი შეუქმნის იმის ილუზიას რომ მათი ურთიერთობა სიყვარულია მერე იწყება უკვე პირველი კაუჭი ხო და საერთოდ ბოროტი ადამიანი ესე იქცევა ან ბოროტი ადამიანი გიახლოვდება როცა სუსტი ხარ მოწყვლადი ხარ ზუსტად იცის რომ დახმარებას უარს ვერ ეტყვი რაღაცა პერიოდი გიქმნის სამოთხეს და მერე ჩდება ეს კაუჭი რომ აი მე შენ დაგეხმარე ახლა შენ მე დამეხმარე თუ მართლა გიყვარო არ და ეს გამოცდის პერიოდია როცა სახლში ნაცემი მოვა და გოგოს ეუბნება რომ ფული მართავს ვიღაცას და მომკლავენ თუ შენ არ მიშველი და როგორ შეიძლება გიშველო და ანუ ამ მამაკაცთან უნდა დაწვა და ამ 16 წლის გოგოს რწმენა სიყვარულისა მსხვერპლის გაღების ხო იმდენად დიდია და იმდენად არის ის ადამიანის ბუნება და იმდენად ვერ წარმოუდგენია ის ბოროტება რაც რის ხელში ჩავარდა რომ თანხდება ამაზე და ეს მისთვის სიყვარულისთვის გაღებული მსხვერპლია ხო მაგრამ როცა მიყავს პაემაზე და რეალობა შეეჯახება აქ ისტერიკაში ვარდება და მაშინ სუტენიორი სცემს და ისე აიძულებს რომ დასთანხმდეს ამ ურთიერთობას ამ ყველაფრის მერე კიდე ახერხებს ეს კაცი რომ გოგოს გული მოიგოს და დაარწმუნოს რომ ეს ყველაფერი სიყვარულისთვის გაღებული მსხვერპლია ბოლოს საქმე იქამდე მიდის რომ გადაჰყავს შენობაში სადაც უკვე მეძავის ცხოვრებას ეწევა მაგრამ კიდე ფიქრობს რომ ესეც სიყვარულისთვის გაღებული მსხვერპლია მხოლოდ ერთ დღეს როცა პანიკაში ჩავარდება და მიხვდება საცხოვრობს და იძახის რომ ჭუჭყიანი ვარ ჭუჭყიანი და შევარდება მეზობელ ოთახში და აღმოაჩენს რომ იქაც მისი მსგავსი მეძავია და იმისი სუტენიორიც ეს მისი მეგობარია და იწყება დიდი კონფლიქტი ამ ანუ ასე ვთქვათ საყვარელ სუტენიორთან ითხოვს მისგან ახსნა განმარტებას იმიტომ რომ პანიკაშია იმიტომ რომ რაღაც კატასტროფა მოხდა ხო აღმოაჩინა რომ ეს ყველაფერი სიყვარულისთვის გაღებული მსხვერპლი კი არა ჩვეულებრივი ის არის ხო ბანალური საშინელი წუმპე ბოროტება ჭაობი რომელშიც აღმოჩნდა სიყვარულის სახელით და ანუ ეს კაცი გადაწყვეტს რომ ბევრი ახსნა განმარტება არაა საჭირო ვერ გატეხა ანუ ეს გოგო ვერ გაუქრო იმისი რწმენა რომ კარგია რომ ღირსეულია ხო რომ იმას რაც აკეთებ და ღირსების გამო აკეთებ და სიყვარულის გამო აკეთებ და მსხვერპლის გამო აკეთებ და ვერ გაუქრო ეს ილუზია ამიტომ გადაწყვიტა რომ მარტივად მოიშოროს თავი და გაყიდოს და ეს გაყიდვის აქტი დგება სადღაცა ქალაქგარეთ ქვის კარიერზე და როდესაც გოგო მიხვდება მანქანიდან გადმოვლენ და გოგო დაინახავს მანქანასთან მდგარ ორ სუტენიორს მიხვდება ეგრევე რა ხდება აიღებს უზარმაზარ ჯოხს და სცემს ამ თავის სუტენიორს და ეს სუტენიორები რომ დაინახავენ რომ მეძავი რომელიც უნდა მას მიყიდოს მეორე სუტენიორმა იმას იღებს რა ქვია თუ ჯოხს იღებს და ურტყამს ეგრევე ჩასხდებიან მანქანაში და ანუ ასე ვთქვათ მოხვეტავენ რა ქვია დაახვევენ იმიტომ რომ ვის სჭირდება მეძავი ღირსების გრძნობით გეხვეწები ხო ანუ ვის სჭირდება მეძავი ღირსების გრძნობით არავის ხო და ეს არის ადამიანების სისასტიკე ხო რომ ის მაგრად ამას მიხვდა კიდევ უფრო თელაო ამას აკეთებს ინანიშვილის მოთხრობაში დაფრთხებოდნენ ყვავები დამბაჩის ხმაზე გენერალი რომელიც ქალს რომელსაც შერცხება ვიტგენშტაინის იმიტომ რომ ვიტგენშტაინი მისგან უკეთესელი ხო იმიტომ რომ ვიტგენშტაინისთვის ყველა ქალი როგორც არ უნდა იყოს დასაცავი არსება ანუ ვიტგენშტაინი ძლიერია მართლა და მან იცის რომ ქალი უნდა დაიცვა როგორ სიტუაციაშიც არ უნდა იყოს იმიტომ რომ ქალი შენი პასუხისმგებლობაა მამაკაცია რომელმაც ეს ცივილიზაცია შექმნა და ჩააგდო ქალი ამ მდგომარეობაში ხო ვთქვათ და როცა ქალს შერცხება და გაიქცევა კუპის კარებისკენ ანუ კუპეს შევარდება გენერალი გამქირდავი ღიმლით უყურებს და ამ გამქირდავ ღიმილში ჩანს რომ გამომიხვედი რა აქ პატიოსანი ქალია მომინდომა ახლა აქ იმის თამაში რა ქვია უკარებას თამაში ხო ანუ ესე იგი ვის სჭირდება ისე მეძავი ღირსების გრძნობით და საბოლოოდ ამ გოგოს ეხმარება ადგილობრივი ქალი რომელმაც ალბათ სავარაუდოდ იგივე გზა გამოიარა და ორივენი ერთად ამ სუტენიორს კლავენ და ანუ შემდეგ მთავრდება ფილმი მთავრდება როგორ დადიან მატარებლის ლიანდაგებთან და ეს გოგო ტირის და ეს ცრემლები არის ამ წუმპედან ამოსვლის კათარზისის ყველაფრის გამოგლოვების გამოტირების ხელახლა დაბადების ნიშანი ხო ეს არის ანუ როცა სიტყვა მეძავს გაიგებ ეს ესეთი რა ანუ
მის მიღმა ეს უნდა დაინახო და არა მხოლოდ რაღაცა საშინელი სეირის ეს ხო რაღაცა რო უყურებ რომ აიმე ეს რა საზისხრობაა და ის რა საზისხრობაა და წარმოიდგინო ყველაფერი უბედურება ან რატო უნდა წარმოიდგინო არ ვიცი და მე შენი თავი უკეთეს გეგონოს ხო რომ მე ამ წუმპიდან შორსა ვარ მაგრამ მე ამ წუმპიდან შორსა ვარ ეს ღირსების გრძნობასთან ამას არაფერი საერთო არ აქვს ღირსების გრძნობა შეგრძნება რომ შენ კეთილი ხარ, კარგი ხარ, ძლიერი ხარ, გაცემა შეგიძლია, პატიება შეგიძლია და დაცემული ადამიანის წარმოყენება შეგიძლია. ასე რომ დაცემულ ადამიანს ნიშნს უგებ რა, კაი შე რომ მე შესავით მიწაზე არ უგორაობა, ამაში ღირსების გრძნობა არ არის. ან მათ ხარს ფულს რო აძლევ იმ გაგებით რომ რა კეთილი ვარ, რომ 50 მივეცი ან 1 ლარი მივეცი. მაგრამ მათ ხარს არასდროს ჩაიხუტები, იმიტომ რომ გიზიზება ჭუჭყიანია, ხო და შენ გონია რომ კარგი რამე გავუკეთე 50 რომ მიეცი რომელიც ვერ ამოავსებს ვერც იმ ტკივილს რომელსაც გრძნობს როცა შენ თვალებში სისხლს კითხულობს ვერც იმ ოჯახურ პრობლემებს რაც სახში აქვს ვერც იმ სოციალურ იზოლაციას რასაც ყოველდღე ეჯახება ხო ანუ ნამდვილი ქვემოქმედება ფულის მიცემა არ არის ნამდვილი ქვემოქმედება ტკივილის გულთან მიტანა როგორო მე კითხულობენ ბავშვები როგორო მათ ხო არის სახში წავიყვანო ესეც ცრუ დილემებია ხო თავიდან რომ მოიცილო პასუხისგებლობა რომ არ იფიქრო რომ არ გეტკინოს რომ არ მიხვდა რომ პრობლემა გაცილებით უფრო დიდია და ამას გაცილებით უფრო დიდი გზა ჭირდება რომ სიკეთის გაკეთება ძალიან რთულია ხო რომ სიკეთი არ არის მარშრუტკაში ვიღაცას რომ ფულს უხდიან წვიმაში მანქანით წამოიყვან და თანაც აყვედრი ხო რომ მე სიკეთეს გიკეთებ და რატო არ იღებ ჩემგან ხო ეგრე არ არის ხო შენ რაც სიკეთე გონია ის ჩემთვის შეიძლება საერთოდ არ არის სიკეთე და ამიტომ არ ვიღებ ხო ანუ ამ ექსკურსის მერე გავაგზავნოთ ისო ჰოლდენი მთელი შემდეგი სცენა, როცა ძილკატეხილი ჰოლდენი თეოლოგიურ საკითხებზე ფიქრობს და მერე თავს დაადგებიან სუტენიორი და მეძავი, რათა $500 წაართვა მძიმეა. რასაც ჰოლდენი ამბობს ქრისტეზე და მის მოწაფეებზე სრულიად ვეთანხმები. ქრისტე ზეცისას ამბობს, მისი მოსწავლეები ისევ რჯული სეინთ ლაპარაკობენ. ქრისტე შინაგან სამყაროს აშენებს, მისი მოსწავლეები კი ამქვეყნიურს. ქრისტე ცოცხალი ღმერთია და ცოცხალი სიტყვა, მისი მოწაფეები კი კაცის მებადურები, როგორც თავად ქრისტემ უწოდა. სანამ ქრისტე ცოცხალი იყო, ყველა მოსწავლემ უგანა. მოკვდა და მისი მემკვიდრეობა თავად მიიწერეს ამ ქვეყნიურ ძალაუფლებისთვის. ჰოი ფარისეველნო. ეს აზრი ძალიან კარგად არის მარიამ მაგდალინელში, რომელშიც ხოაკინ ფენიქსი და რუნი მარა თამაშობენ და ქრისტე იქ ალბათ ყველაზე ადამიანურია და ყველაზე ცოცხალია, რაც კი გინახავს ის სცენები, სადაც მკვდარს აცოცხლებს და როგორ ეტყობა ეს შინაგანი ტკივილი, როგორ იღებს ბნელს ადამიანისგან და ამ ბნელს როგორ განიცდის, განცდა იმისა, რომ კაცობრიობის ბნელს იტვირთავს და რუნი მარა თავისი მაგდალინელი თავისი ქრისტიანობის აბსოლუტურად განსხვავებული აღქმით ხო სწორედ იმ ღვთაებრივი აღქმით რომელიც ქრისტემ იქადა არა იმ რჯულის მიერი აღქმით რომელიც თქვა პეტრემ დაამკვიდრა ეკლესიაში და როგორც სწავლობს პეტრე მაგდალინელისგან რა არის მოწყალება ხო რა არის სიკეთე და როგორ ან იუდა, პეტრე და მაგდალინელი პრაქტიკულად სამი სახეა, რომელიც ყველაზე ფართო გაგებას განასახიერებს ქრისტიანობისას. ეს იუდა ალბათ უფრო სექტანტური გაგებაა, იმიტომ რომ იუდას ჯერა თქვათ 50-იანელებივით და იეღოველებივით, რომ ეს ქვეყანა სამოთხე გახდება და როცა ასე არ ხდება, ქრისტეს იჯავრებს. ანუ პეტრე ყველაფერს უფრო რჯულის გაგებით იაზრებს და ისევ ამ ქვეყნიურ სამოთხეს აშენებს და ნაწილობრივ იუდასნაირად ფიქრობს. მხოლოდ მაგდალინელია, რომელიც იცახის, რომ ქრისტე ლაპარაკობს არა ამ ქვეყნიურზე, არამედ შინაგანზე, რომ სამეფო, რომელიც უნდა აშენდეს ამ ქვეყნიურ კი არ არის შინაგანია, რომ შინაგან სამეფოზე ლაპარაკობს და მიდის მოსწავლეებისგან და ცალკე ავრცელებს ქრისტეს სიტყვას. ხო ესეთი იდეალიზმია, უკიდურესი იდეალიზმია, ხო? იმიტომ რომ რჯულში არაფერი იდეალური არ არის. აბო თბილელი აიღეთ, რჯული აუცილებელია იმის, რომ ფიზიკურად გადარჩე, მაგრამ იდეალიზმს არაფერი საერთო არ აქვს ფიზიკურ გადარჩენასთან. ანუ აბო თბილელი აიღეთ, რომელიც იცახის, რომ მაჰმადიანობა არის კაცთა მეცნიერებით შეთხსული რჯული, რას ნიშნავს კაცთა მეცნიერებით შეთხსული რჯული? ანუ რასაც შენი გონება აღიქვამს, რაც დაკვირვებით ანუ პრაქტიკულად რაც დაკვირვებით შეგიმეცნებია, რაც იცი გაცნობიერებული გაქვს, ის არისო მაჰმადიანობაო და ისო ღმერთი არ არისო, ღმერთი არისო შთაგონების დროს მოსული სინათლეო და
სხვა ამიწიერისგან აბსოლუტურად მოცილებული შინაგანი სამყაროა, რომელსაც ფესვები სხვა ციდან, სხვა რაღაციდან, ხო რა, საიდან არ ვიცი, საიდან მოდის, იქ გადგმულიო და არა ამქვეყნადო. ამიტომ აღიარებს ქრისტიანობას და პრაქტიკულად ღრმად სწავლობს ქრისტიანობას და ადარებს თავის რელიგიას და ამ დასკვნის მისვლის შემდეგ ხდება, ამ დასკვნამდე მისვლის შემდეგ ხდება ქრისტიანი. რეალური ფიზიკური ძალა ისევ უბრუნდები იმ სცენასაც ჰოლდენს სუტენიორი და მეძავი გაქურდავს და სუტენიორის ცემს. რეალური ფიზიკური ძალადობა მაინც ისე გულის მომკვლელი არაა, როგორც ფსიქოლოგიური, როცა უცხოები ოთახში იჭრებიან და მოკალათდებიან, ისე თითქოს იქაურობის ბატონ-პატრონი იყვნენ. ტანსაცმელი პიჟამაში შთაბეჭდილებას ვერ მოახდენ. ლოგინიდან ახლად წამოგდებულს რიხი არა გაქვს. ის რომ თავიდანვე კი არ იღებენ ფულს, არამედ ითხოვენ მისგან როგორც კუთვნილს, მე ქურდი არა ვარ, ამბობს გოგო, უბრალოდ რაც მე კუთვნის მიმაქვს. მაგრამ როცა ვერ ტეხავენ ჰოლდენს, მაშინ გოგო დათმობაზე მიდის. ჰოლდენი საფულიდან $5 ამაქვს, დემონსტრაციულად ანახებს და მორისის შეჩერებას ფიქრობს, თუმცა ჰოლდენი არ აცხრება. მორის კარგად შემოლანძღავს და ისიც ერთ მაგარს უთავაზებს. ჰოლდენი თვითკვლავებას მარტო იმიტომ გადაიფიქრებს, რომ არ უნდა გავლელებს ზეირი ანახოს. სანამ ეს ყველაფერი მოხდება, ჰოლდენი ალიზე ფიქრობს. კი არ ფიქრობს, ელაპარაკება. ვითომ ისე პატარები არიან, ის და მობი ფელონი ტბაზე მიდიან და ალი თან მიყავთ განსხვავებით მაშინდელისგან, როცა თან არ წაიყვანეს და სახლში დატოვეს. ალი, მიდი ჩაალაგე ჩანთა სწრაფად, გავდივართ. თავის პატარა ძმისა ჩრდილს ელაპარაკება ჰოლდენი სიბნელეში, მარტოდ უცხო სასტუმროში. სადაც ცოტა ხანში მეძავი და სუტენიორი გაძარცვავენ და სცემენ. ნეტა მის მერე რატომ არ უნდა მოგიდეს ფანჯრიდან გადახტომა, მაგრამ არა, სეირს არ გაყურებინებთ, თქვენ დეგენერატებო იძახის. ანუ გუშინ სწორად იმაზე ველაპარაკე ბავშვებს, თუ როგორ, როდესაც კითხულობენ სცენებს, არ წარმოიდგენ სხეულის ენას ყურადღებას არ აქცევენ და ხედველობით, ბგერით, მოძრაობით ხატებს ყურადღებას არ აქცევენ და ამის გარეშე შეუძლებელია შთაბეჭდილება მოახდინოს ლიტერატურამ. ამის გარეშე ლიტერატურის ჯადო იკარგება, ხო, იმიტომ რომ შენი ცხოველის შთაბეჭდილება ვერ წარმოიდგენს სიტუაციებს. ანუ ეს თეორია გამიჩნდა და გუშინ გაკვეთილზე დავამტკიცეთ, რომ მართლა ესე იყო, იმიტომ რომ როცა წავედით თქვათ ლუარსაბის და დაეჟანის რამდენიმე სცენა განვიხილეთ, აღმოჩნდა რომ მართლაც საერთოდ არ აქცევენ ყურადღებას იქ ლუარსაბმა ფეხი გაიქნია, ხელი გაიქნია თუ დარეჯანი როგორ მოძრაობს, როგორ სუნთქავს, რას აკეთებს, ანუ ოფლი მოსდის თუ თვალებს აჭყეტავს თუ ასე შემდეგ, ამას ყურადღებას არ აქცევენ, ამიტომ არ ამახსოვრდებათ სცენა, არ ამახსოვრდებათ გმირი, თუ არ გამახსოვრდება გმირი, არ გამახსოვრდება სიუჟეტი, გზაჯვარედინი, შინაგანი კავშირი რაღაცასთან, არაფერი პრაქტიკულად, ხო? და ამიტომ არის ყოველ შემთხვევაში ესეთ თეორია, მაგახა შეიძლება ამაშიც ვცდები, ამიტომ არის ჩემი ამდენი ლექცია უაზრო, იმიტომ რომ შენი ფანტაზია არ წარმოიდგენს ყველაზე მთავარს. ღმერთმა ქნას ეგრე იყოს, იმიტომ რომ თომასი ამაში აღარაფერი გვიჭირს. ხო, სადავართ. ხო, და მაინც როგორ წაიკითხა ჩეპმენმა ჰოლდენი, რომ ლენონი მოკლა. ერთადერთი შესაძლებლობა ისაა, რომ ჰოლდენი კინოგმირად წარმოიდგინო, რაც ჰოლდენის კი არა კინოს დამსახურებაა. სურათების დამსახურებაა, რომელზეც ადამიანს მყისიერი რეაქცია აქვს და მიღმა მოტივს ვერ ხედავს, რადგან მაშინ უნდა კითხულობდე. ჰოლდენი სასტუმროს ტოვებს, ბარკს ცენტრალ სადგურში ინახავს და სალი ჰეიეს урეკავს. თუ მანამდე урეკავს სასტუმროდან. სალი ყველაფერი იმის განსახიერებაა, რაც ჰოლდენს ძულს, მაგრამ რადგან დიდი ხანია იცნობს, ეს ერთგვარი სენტიმენტალიზმის და ჩვეულების უსაფრთხოების ხიბლის გამო აქვს მასთან ურთიერთობა, რადგან სალი ისეც ვერაფერს იტყვის ან გააკეთებს, რომ არ იცოდე ან ვერ მიხვდე, რაც ერთგვარ ნუგეშს თქვნის, ხო? ან დაზღვეული ხარ და თან ძალიან ლამაზია და თან ჰოლდენი მოსწონს. დაახლოებით ისაა, რაც ბარბარა სტრაიზენსა და რობერტ რედფორდის ფილმში სახელი არის The Way We Were, როგორები ვიყავით, 1973 წლის ფილმია, სადაც რედფორდის გმირი ვერ უძლებს სტრაიზენდის გმირის ხასიათის სირთულეს და ქარიშხლიანობას და თუმცა უყვარს მაინც საიმედო ქალზე აკეთებს არჩევას. ბოლო სცენა არის ამ ფილმში ყველაზე უფრო მეტყველი, როცა ერთმანეთს ხვდებიან ორივე ამ კაცს ცოლი ყავს, ქალი გათხოვილია, შვილი ყავს
და ისევ რაღაცა როგორც ეს აქტივისტი ქუჩაში რაღაც იმებს არიგებს, ფლაიერებს და იქ ხდებიან სრულიად შემთხვევით. სცენა, სადაც სახეზე ეტყობათ მთელი რომანი, იმედგაცრუება, სინანული მწარე ღიმილის სიბრა, რაღაც თანაგრძნობის აღტაცების, სიყვარულის განცდა, მაგრამ მაინც შეუძლებელია მათი შერიგება. ახლა მით უმეტეს იმდენი გრძნობები გაწყდება, რომ გახჩობს და ცრემლებიც თან ჩააქვს. უბრალოდ რედფორდისგან განსხვავებით, ჰოლდენი თავად ქარიშხლიანი ტიპია და არა კონფორმისტი, მაგრამ დროებით ხოლმე მაინც რედფორდის როლს ირჩევს. მაინც ყველას სათქმელს ეუბნება პირში, რაც არ უნდა თავი იკავოს და საერთოდ არ ფიქრობს თბილი ბუდის მოწყობაზე. ასე რომ იქნება უბრალოდ ჯეიმს ჯის სტრატლატერთან პაიონისთვის. ყოველ შემთხვევაში მოთმინებით უსმენს ალის ლაყბობას იმ ბიჭებზე, მისთვის ყავს რომ იჭრიან. პაემას დაუნიშნავს და საქმიანად გააფრთხილებს, რომ არ დაიგვიანოს და მერე მონაზვნებს ხვდება საუზმეზე. ჰოლდენი საუზმეს უკვეთავს და მონაზვნებს ხვდება. და მონაზვნების იაფასიან ჩემოდანი ერთ ფრიად მნიშვნელოვან საკითხს ახსენებს. შური და დაუძლეველი სურვილი სხვა დაამცირო და თავად ამაღლდა და როგორ ერევა ბოროტი სახე კეთილს. დიკ სლეგლი, რომელთანაც ერთად ორი თვე ცხოვრობდა, მაგრამ ჩემოდნების გამო ორივემ გადაყვანა მოითხოვა. საქმე ისაა, რომ სიმდიდრის ამ რეგალიის წინაშე სლეგლი უმწეო იყო. ვერაფრით ეგუებოდა იმას, რომ ჩემოდნები ეგრევე გეუბნებიან, რა ოჯახიდან არის ადამიანი და რას უნდა ელოდა მისგან. ჰოლდენს ებრალება ამის გამო და თავის ჩემოდნებს მალავს, მაგრამ როცა სლეგლი ცდილობს თავისი ღარიბული ჩემოდნები ჰოლდენის ჩემოდნებად გაასახოს, აქ უკვე ჰოლდენიც ფრაზდება. ეს დაახლოებით ჩემი და ჩემი მოსწავლის ამბავია, რებ ბეთლი რო გქონდა და ბოლოს თავზე რო დამახურა ყველაფერი. რა შემიძლია ამაზე ვთქვა? ბევრი თუ შენ თანდაყოლილი ნიჭი, გარეგნობა ან ოჯახური მდგომარეობა გაქვს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ზღაპრული ცხოვრებით ცხოვრობ და ამიტომ ავტომატურად დამნაშავე ხარ და მჩაგვრელი. იმიტომ რომ ცხოვრება გიხარი არ ნიშნავს, რომ უგულო ხარ, ფარისევლური პოზა, რომ მე როგორ გავიხმარო სხვა თუ ტირის ბოროტებაო პირველეს ყოვლისა. იმიტომ რომ ამკვიდრებს მსგავს დამოკიდებულებას საზოგადოებაში, რაც უაზრო ტანჯვას, მონობის, ტყუილის ნორმა და დამამკვიდრებელია. ერთხელ ისე მოხდა, რომ უსინათლოთა ძალიან ვიწრო წრეში მოხვდი შეკრებაზე ლიტერატურას გაინხილავდნენ. თოლია ლივინგსტონის თარგმნელი თავის შინაგან განცდებზე საუბრობდა, მაგრამ საუბრობდა კონკრეტულად უსინათლოთა საზოგადოებასთან იმ მოტივით, რომ მათ სხვა ხედვა აქვთ შინაგანი თვალი და უკეთ გაუგებენ. მომეჩვენა, რომ დარბაზში ყველა ამ განცდით იჯდა, რა კი უსინათლო არ, ესე იგი უკვე წმინდანი. გოგონამ, რომელმაც მიმიყვანა გამავრთხილა, რომ ჩემი იქ მისვლა დიდი ამბავი იყო და იმედები არ უნდა გამეცხრებინა მათთვის. მე კი ისიც არ იცოდი, რას ელოდნენ ჩემგან, მათი წმინდანობის აღიარებას თუ ჩემი თავის წმინდანად აღიარებას. ორივე ისეთი უცხო და ყალბი იყო, რომ შეიძლება ითქვას კისრის ტეხით გამოვიქეცი, სულმოკლედ მოვიქეცი? ალბათ, მაგრამ ჩვენ ადამიანები ვართ და გვაქვს სულმოკლეობის უფლება. ახლა როცა ვფიქრობ ხილულ ხატებზე და უხილავ ხატებზე, ახლა ხვდები, იქნებ იყო მათში რაღაცა მართლა წმინდანური. ისინი ხომ სამყაროს უხილავი ხატებით ხედავდნენ და ალბათ იყო მათში რაღაც ღვთაებრივად სულგრძელური მე რომ მომცეს შანსი, მაგრამ რაც არ მომცეს, ეს ადამიანობის უფლება იყო შიშის სულმოკლეობის ეჭვის. ან როგორ იფიქრეს, რომ თვალხილული მათ გაუგებდა. ალბათ ასე ძნელია იზოლაცია. გამოდის მდიდარი ვერასოდეს გაუგებს ღარიბს და პირიქით ჩაგვრელი ჩაგრულს და პირიქით. ხო, საინტერესოა, რომ ჩაგრულმაც უნდა გაუგოს ჩაგვრელს და ღარიბმაც უნდა გაუგოს მდიდარს. ეს დაახლოებით ორი ძმის იგავია, ხო? ხორბლის ორმოები რო ჰქონდათ, რო გაიყარნენ და ხორბლის ორმოები. ცოლშვილიანი ძმა, მარტოხელა ძმის ორმოში ყრიდა ხორბალს, რომ მარტოაო და ცოდუაო და ეს მარტოხელა კიდე თავის ძმას უყრიდა, რომ იმას ცოლშვილი ყავს და მეტი სჭირდებაო და საბოლოოდ ღმერთმა ორივეს მისცა ბარაკა და გაუმრავლა ხვავი. რას ნიშნავს ეს? მე რო ღარიბი ვარ და ვუყურებ დიდარს, რომ იმას ყიდულობს ამას და დარბის მანქანით დაამაშვება და იმაშვება. შენ ხო წარმოდგენა რა გაქვს ამ ფასადის მიღმა რა იმალება, ხო, იმ ადამიანს რა ტკივილი აქვს და არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ გარეგდან არის ტკივილი დიდი და მცირე, თორე შინაგანად ყველა ადამიანი თავის პრობლემას ერთნაირი სიმძაფრით განიცდის. გინდა ეს პრობლემა აბსოლუტურად სრულ იყოს, პლატონი აიღეთ. უბრალოდ საქმე ისაა, რომ შენ შეგიძლია მეორე ადამიანს დაეხმარო თუ მისი ტკივილი გაიაზრე და შენ სხვის ომში ბრძენია, ხო, შენ უკეთ შეგიძლია მერე იმიტომ რომ გამოსვლა შეგიძლია იმ როლიდან, შესვლა და გამოსვლა ის გამოთქმაც ხო არის, ხო, რომ შენ ტკივილს ვიზიარებო და შემოდივარ შენ ტკივილშიო, მაგრამ უკანვე გავდივარო. ესეც იუმორისტულია და ცინიკურია, მაგრამ სინამდვილეში სხვა აზრი აქვს. მე შემიძლია შენი ტკივილი გავიაზრო, ხო? წამით დავიწყო ჩემი თავი, შემოვძრე შენ ტყავში და მე უკან გამოვიდე და უკან გამოსი, მე შემიძლია, შენ არ შეგიძლია, ხო? შენ ტყავში ცხოვრობ.
და მე უკან გამოსულმა უკეთ დავინახო, ხო, სად ცდები, სად არის გამოსავალი და სად შეიძლება რომ უკეთესი გზით წახვიდე. კაია უკან რო გამოდივარ. ხო, შედავარ. რა დავიწყეთ ეს ხო მდიდარზე ღარიბზე ორ ძმაზე. ხო, შენ შეიძლება ფული არ აქვს, მაგრამ სამაგიეროდ ოჯახური ურთიერთობები გაქვს, რომელიც მდიდარს არ აქვს, ხო? შენ შეიძლება ფული არ გაქვს, მაგრამ სული სიმტკიცე გაქვს და გამოცდილება, რომელიც რთულმა ცხოვრებამ მოგცა, რაც მდიდარს არ აქვს. შენ შეგიძლია გაუზიარო ეს ყოველგვარი ფიქრის გარეშე მის სიმდიდრეზე, ხო? და იმანაც შეიძლება შენზე ასე იფიქროს და გაგიზიაროს ის რაც აქვს და საბოლოო ჯამში წონასწორება, თები გასწორდება და ხეობები ამაღლდება, ერთადერთი თანასწორობის შესაძლებლობა არის, როცა ადამიანები მივლენ იმ დასკვნამდე, რომ ერთმანეთს გაუზიარონ რაღაცეები, ხო? მხოლოდ მაშინ ივსება ორივე ხორბლის ორმო. ხო, სადავართ. კი გაუგებ, მაგრამ საკმარისად დიდხანს, გაუგებს თუ არა მდიდარიო ღარიბსა და პირიქით ჩაგვრელი ჩაგრულსო. კი გაუგებს, მაგრამ საკმარისად დიდხანს უნდა გახსოვდეს, რაც ვერ გაიგე. და აქტიურად უნდა აკვირდებოდე შენ თავს და გარემოს და ადარებდე, იციებდე დასკვნებს აკეთებდე და არასოდეს შეწყვიტო ამაზე ფიქრი. მაშინ გაუგებ, მაგრამ მაგ ცოდნას პრაქტიკული სარგებელი არ აქვს, მარტო სულისთვის კი. აბა რატომ უნდა იშრომო ამდენი? ალბათ ამიტომ არ იმახსოვრებენ ადამიანები დიდხანს არაფერს. მოკლედ ჰოლდენი მონაზვნებს ხვდება, რომლებიც ყავას და გახუხულ პურს მიირთმევენ და ეგრევე ცუდ ხასიათს დგება, რადგან თვითონ ლორს და ერბა კვერცხს გიახლებათ. მე რომ ყველაფერს თავის გამომართლებელი მიზეზი აქვს, ქვეყნის უკუღმართობა მაინც ასე მოქმედებს ჰოლდენზე, რაც იდეალიზმის უტყუარი ნიშანია. ნახეთ ახლა როგორ წინააღმდეგობრივია აზრები და ფიქრები, ხო? წინაზე რაც ვილაპარაკე, რომ შენ თუ ლორს და ერბა კვერცხს ჭამ, არ უნდა გქონდეს დანაშაულის გრძნობა. აქ ახლა საწინააღმდეგოს ვიძახი, რომ ჰოლდენის დანაშაულის გრძნობა კეთილშობილურია, მიუხედავად იმისა, რომ მისი ბრალი არაფერი არ არის, ჩემი კატა რაღაცას თხრის და მოკლო. მისი ბრალი არ არის, რატომ? იმიტომ რომ გააჩნია ვინ რა იმის წინაშე გაყენებს. ბოდიში. ვინ რა არჩევანის წინაშე გაყენებს, გაჩნია შენი არჩევანია ეს თუ ვიღაცა გაყენებს ამ არჩევანის წინაშე, ხო? როდესაც ვიღაცა იშვებს თითს შენკენ, ვიღაცა გიდგას თვალწინ, რომ გეუბნება რომ შენ რომ ლორს და ერბა კვერცხს ჭამ რა დამპალი ხარ, მაშინ ბოროტება, ხო? მაგრამ როცა შენ თვითონ შინაგანიდან მოდის აბსოლუტურად ყოველგვარი მიზეზის გარეშე, მაშინ სიკეთეა. ესე მარტივად შეიძლება გარკვიო რა ერთი და იგივე აზრი გააჩნია საიდან მოდის და წყარო საიდან არის, შეიძლება ბოროტებაც იყოს და სიკეთეც იყოს, ძალიან რთულად აგვაქვს საქმე. მონაზონს ჩალის კალათა უვარდება, სწორედ ისეთი მონაზვნები შობის დროს ფულს რომ აგროვებენ ხოლმე ღარიბებისთვის. ჰოლდენი ინტერესდება შემოწირულობას, ახლაც თუ იღებ დიდი სურვილი მაქვს გავიღო, ისინი უარს ამბობენ, მაგრამ მერე თანხმდებიან და საუბარი ბოლოს ინგლისურ ლიტერატურამდე მიდის, რადგან ისინი ორივენი მასწავლებლები არიან. ჰოლდენისთვის ერთადერთი აზრიანი საგანი კი ლიტერატურაა. ხო და ასე მივლენ შექსპირამდე, რომეო და ჯულიეტა. და რასაც ჰოლდენი ამბობს მერკუციოზე, იგივეს გრძნობდი მე ვკითხულობდი თუ ზაფირელის ეკრანიზაციას ვუყურებდი. მერკუციო ჩემი საყვარელი გმირი იყო. ჰოლდენის მიზეზი ისაა, რომ მერკუციო უდანაშაულო მსხვერპლია და თანაც ჭკვიანი, მხიარული და კეთილი მსხვერპლია. გული გეფლითება რომ უყურებ დაჭრილ მერკუციოს, რომელიც ისევ მაიმუნობს და არ უნდა შეიმჩნიოს, რომ კვდება და მეგობრებს ახარხარებს, ისე რომ შენც ვერ გარკვეულ ხარ, უნდა იცინო თუ იტირო. და ალბათ ეს ტკივა ყველაზე მეტად, როცა მიხვდები, რომ მთელი ეს ხანი მერკუციო კვდებოდა და შენ იცინოდი, ვერ მიხვდი, ვერ გაუგე ადამიანს და გაოცებს მერკუციოს შინაგანი ძალა, სიკვდილის, ბრბოს და სიცოცხლის უკუღმართობის წინააღმდეგ. თითქოს სახეში აფურთხებს ყველას, მაგრამ მერე კვდება და სიკვდილის წინ ტყდება. და ეს სუფთა ადამიანური ტკივილი დარდი ადრე შეწყვეტილ სიცოცხლეზე, მზის დაბნელებაზე, შიში მთელი ძალით გირდღამს. მერკუციო უცნაური პერსონაჟია, ის არც მონტეკების ხარესა არც კაპულეტების პრინცის ნათესავია, დროს ყმაწვილ კაცებთან ოხუნჯობაში ატარებს და მის ყოველ ნათქვამში გაცილებით მეტი იმალება, ვიდრე მისი ამალა ოდესმე მიხვდება. მერკუციოს რომეო უყვარს თავისი იდეალისტური მგზნებარების გამო, რომელიც თავად დაკარგა, სიყვარული მისთვის მაბია, უნება და სასტიკი და უსირცხვილო დედოფალი. რომეოს სიყვარულს ერთდროულად აღტაცებითაც უყურებს და დაცინვითაც. მერკუციო ერთადერთი გმირია პიესაში, რომელიც მთლიანი არაა.
შინაგანი კონფლიქტის ტყვეობაშია და სამყაროსაც ბნელის და ნათელის კონტრასტიდან უყურებს. რომეო და ჯულიეტა სამოთხეში არიან, დანარჩენები ჯოჯოხეთში. მერკუცი კი სამოთხესაც და ჯოჯოხეთსაც ერთდროულად უყურებს, გრძნობს და რაღაც სხვას ეძებს. ალბათ ამიტომ ჰოლდენის აზრები მონაზვნისთვის მეტის მეტია, რადგან ახლა ის უგდებს სიტყვას პანზე და სკოლაზე ეკითხება. საბოლოოდ ერთმანეთს ემშვიდობებიან, მაგრამ ისი არა, რომ ჰოლდენი კიდევ უფრო დასევდიანდეს. ხო, ჰოლდენი უფრო სევდიანდება, იმიტომ რომ შემთხვევით სახეში აბოლებს მონაზონს და ამაზე ნერვიულობს და უფრო მეტი ფული რო ვერ მისცა, ამაზე ნერვიულობს და იმით ამთავრებს, რომ ფული ყოველთვის თავდება და ხასიათს მაგრად გიფუჭებს, ანუ ხასიათის გაფუჭება აქ მთავარი. რატომ უნდა ვიყოთ დამოკიდებული იმაზე, რაც ამოწურვადია? მაგრამ ვართ, იმიტომ რომ ადამიანები ვართ. ჰოლდენი საუზმეს ამთავრებს და ცენტრალ პარკისკენ მიდის. ხო, იმიტომ რომ ძალა, რომელიც ვთქვათ, ის ძალა, რომელიც სტალინის ხატის მიღმა იმალება და რასაც ადამიანები ძალას უწოდებენ, სინამდვილეში უგულობის ძალაა, ხო, მოდი ვთქვათ, ემოციები მოწყვლად ხდის. პატიების დროს სუსტი ხარ, ხო? რისკია, რომ შეიძლება დაგარტყან, მაგრამ ეს რისკი რომ აღმოფხვრა მთლიანად, მაშინ არასოდეს არ უნდა აპატიო არავის, ხო? და ესე იგი ეს იმას ნიშნავს, რომ უნდა მოკვდეს შინაგანად, რომ გარეგანი ხატი ნიღაბი უძლეველობისა შეინარჩუნო და ეს კარგი რამე არ არის, ანუ შიგნით ყველა გრძნობა და ემოცია ჩაკლა, ანუ სიცოცხლე ჩაკლა, ღვთაებრივი სიცოცხლე ჩაკლა იმის გამო, რომ ადამიანებს მაგარი ტიპი ეგონო და სტალინი ეგონო, აი პონტი არ არის. ჰოლდენი საუზმეს ამთავრებს და ცენტრალ პარკისკენ მიდის. საციგურაო მოედანზე, სწორედ იქ, სადაც თავადაც ციგავდა პატარა ბიჭობისას. იმედი აქვს თავის პატარა დასფოებას იპოვის, გზადაგზა ფიქრობს, ჯერ იმაზე თავისი საზოგადოების ნაცნობი ქალები იკადრებდნენ თუ არა ამონაზონებივით ქუჩაში მოწყალების შეგროვებას და დაასკვნის, რომ ყველაზე უარესი მათგან სალი ჰაიესის დედაა, რომელიც მხოლოდ იმ შემთხვევაში დათანხმდებოდა ამას, თუ ყოველ შემოწირულობაზე უკანალს დაუკოცნდნენ. მერე ფოებისთვის სიმღერის ჩანაწერების საყიდლად მიდის და გზად საკვირაო ლოცვიდან სახლში მიმავალ ოჯახს ხვდება. დედა და მამა წინ მიდიან და ბავშვი თავის სამყაროშია, ქვაფენილი ხრამია და ტროტუარზე თუ არ იარე ჩავარდები, თან თამაშობს და თან მღერის. ჰოლდენი ხასიათზე მოდის მხოლოდ იმიტომ, რომ უარესად გაუფუჭდეს, როცა ბროდვეიზე კინოთეატრისკენ დაძრულ ხალხთა დაუმთავრებელ ნაკადებს უყურებს. კაცს თუ არაფერი აქვს საკეთებელი და კინოში წავიდა, კიდე მესმის ამბობს ჰოლდენი, მაგრამ სირბილით რომ გარბი ხარ შოუზე და სახეზე აღტაცება გაწერია, გული მერევაო. თუ შეხედავთ დღეს რა ხდება, მაშინ მაინც მიხვდებით, რას გულისხმობს ჰოლდენი, ანუ რა ხდება დღეს. დღეს კინო აღარა გვაქვს, დღეს უკვე ინტერნეტი გვაქვს, ხო, და ინტერნეტი ქმნის ამ ყალბ სახეებს, რომელიც რეალობას აბსოლუტურად გაცილებს და ბავშვების უმრავლესობა იმდენად არის ჩართული ყველაფერში, რომ პირდაპირ უკვე დამანგრეველი, დამაჩლუნგებელი და აბსოლუტურად ყველანაირი შინაგანი ემოციის ჩამკვლელია ეს ყველაფერი. ანუ მაგალითად გუშინ თავისუფალი თემა მიეცი ბავშვებს და იმდენი ინგლისური სლენგი იხმარეს, რომ გული გამისკდა და ახლა უკვე მაგაზე ვიწყებ ნერვიულობას მაგალითად და გუშინ ლაპარაკში მეუბნება ბავშვი, ჩემი თავი დავასუფორთე, თავი გამიმხნევე, ეგეთი რამე აღარ არსებობს მაგათ ლექსიკონში, არსებობს ჩემი თავი დავისუფორთე. ხო, და ანუ როცა ტექსტს თარგმნით ინგლისურიდან ქართულად, პრაქტიკულად შეიძლება ითქვას, რომ იმდენი ბარბარიზმია, რომ თარგმანიც აღარ სჭირდება. ხო, უბრალოდ ქართული და ინგლისური ტექსტი ერთნაირად ჟღერს, იმდენი ბარბარიზმია. კაც თუ არაფერი აქვს, ხო. წერილისთვის ერთი სცენაც საკმარისია, რომ მიხვდეს მის შედეგს, მასშტაბს, წარსულს, მომავალს და არსს. ამიტომ აღიქვამს ხატებით მოაზროვნე ადამიანი ასე მწვავედ სამყაროს და უჭკუო კი ფანატიკურად დამოკიდებული ხდება მკვდარ ხატებზე. ეს არის პრობლემა, ხო? ჰოლდენი ფოებას ვერ პოულობს, კიდევ ერთ ბავშვს ხვდება და ბედნიერია და მერე მუზეუმზე იწყებს ფიქრს და მუზეუმი აქ მეტაფორაა რაღაც ძალიან მოუხელთებელისა, რომელზეც ფიქრობ და არა თუ ბოლომდე ვერ ჩამომიყალიბია სათქმელი, ძაბსაც ვერ უწუდები. ამ ძაბს ჩავწუდი, მაგრამ მე მგონი ეს უკვე შემდეგი გვერდის მასალაა. ბედნიერ დღეს გისურვებთ.